დღე, რომელსაც რუსეთი შიშით ელოდა, დადგა. წლების განმავლობაში პუტინის ძალებს შეეძლოთ უკრაინის დაბომბვა ფრონტის ხაზის მიღმა გაშვებული პლანირებადი ბომბებით. ეხლა ყველაფერი შეიცვალა და ეს ყველაფერი შვედეთის დამსახურება. ის, რაც შვედეთმა ახლახან გააკეთა უკრაინისთვის, ყველაზე საოცარია, რაც მას ან რომელიმე ქვეყანას შეეძლო გაეკეთებინა და ეს მოხდა ზუსტად საჭირო დროს. უკრაინისკენ მიემართება რაღაც, რაც რუსეთს აშინებს. შვედეთმა ახლახან უკრაინას სუპერძალა მისცა და ყველაფერი გრძელ ხელზეა დამოკიდებული. ეს გონება სცდება. ეს პოტენციურად ომის დამამთავრებელი. 28 მაისს შვედეთის პრემიერ-მინისტრმა ულფ კრისტერსონმა და უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ერთობლივი ბრიფინგი გამართეს მნიშვნელოვანი სიახლის გამოსაცხადებლად. შეთანხმება მიღწეულია. ყველაფერი ოფიციალურია. შვედეთის 16 გრიპენის CD ტიპის გამანადგურებელი თვითმფრინავი უკრაინაში მიემართება. და რაც მთავარია, უკრაინას ამ სასიკვდილო დასალური გამანადგურებლების მისაღებად 1 ცენტის გადახდაც კი არ მოუწევს. ეს უკრაინისთვის უზარმაზარი მიღწევა. ის იღებს გამანადგურებელს, რომელიც სპეციალურად შეიქმნა საბჭოთა წარმოების თვითმფრინავების წინააღმდეგ საბრძოლველად, რომლებსაც რუსეთი ძირითადად იყენებს უკრაინის წინააღმდეგ ომში. მაგრამ რეალურ განსხვავებას თავად გრიპენები არ ქმნიან. ეს არის გრძელი ხელი, რომელიც ამ თვითმფრინავებზე იქნება დამონტაჟებული და რული და რომელიც პუტინის სტრატეგიისთვის ყველაზე დიდ პრობლემას ქმნის ბოლო წლებში. სანამ ამას განვიხილავთ, მოდი თავად შეთანხმებაზე ვისაუბროთ. 16 გრიპენ CD ტიპის გამანადგურებლის მიწოდება სავარაუდოდ 2027 წლის დასაწყისში დაიწყება, თუმცა ამას ერთი პირობა აქვს დართული. უკრაინა ამ თვითმფრინავებს მხოლოდ მაშინ მიიღებს, როდესაც ოფიციალურად გააფორმებს შესყიდვის შეკვეთას დამატებით გრიპენებზე, რომელსაც შვედეთი მომავალში მიაწვდის. უკრაინას ეს პირობა არ დაინტერესებს. მას სრული განზრახვა აქვს, ხელი მოაწეროს ამ დოკუმენტს, რაც ნიშნავს, რომ ქვეყნის პილოტები უკვე ემზადებიან იმისთვის, რომ გამოიყენონ თავიანთი უახლესი იარაღი პუტინის ძალების წინააღმდეგ უზარმაზარი ზიანის მისაღებად. ეს ნამდვილად ისტორიული მოვლენაა, ისტორიული დღე ჩვენი თანამშრომლობისა და ჩვენი ქვეყნებისათვის. განაცხადა ზელენსკიმ ერთობლივი ბრიფინგის დროს და დაამატა: ჩვენ კონკრეტულად საუბრობთ გრიპენის ესკადრილიაზე უკრაინისთვის და ეს ჩვენთვის უზომოდ მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა. უკრაინის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ამ შეთანხმების ხელმოწერიდან გრიპენის უკრაინაში ჩასვლამდე დაახლოებით 10 თვიანი პერიოდი იქნება, რაც უკრაინის პილოტებს აძლევს საკმარის დროს, რომ დახვეწონ ის უნარები, რომელთა განვითარებაც რამდენიმე თვის წინ უკვე დაიწყეს. ამ პილოტებს უკვე შეუძლიათ გრიპენის მართვა. ახლა უკრაინა აფართოებს თავის საპილოტე ინფრასტრუქტურას და კიდევ უფრო მეტ პილოტს აგზავნის საზღვარგარეთ, რათა დაასრულონ თავიანთი მომზადება. და ეს ყველაფერი არ არის. ცოტა ხნის წინ ერთ კონკრეტულ პირობაზეც ვახსენეთ. უკრაინამ უნდა მოაწეროს ხელი გრიპენის დამატებითი გამანადგურებლების შესყიდვის შეკვეთას, სანამ მიიღებს იმ თვითმფრინავებს, რომლებსაც შვედეთი აჩუქებს. კრისტენსენის თქმით, უკრაინა გეგმავს კიდევ 20 გრიპენის გამანადგურებლის შეძენას, რომელთა მიწოდება სავარაუდოდ 2030 წელს დაიწყება. მაგრამ ეს გრიპენები იგივე ტიპის არ არის, როგორცაც უკრაინა 2027 წელს მიიღებს. ისინი გრიპენ CD მოდელები არიან. თვითმფრინავები, რომელთა შეძენასაც უკრაინა აპირებს, სავარაუდოდ დაახლოებით 2.9 მილიარდი დოლარის ღირებულების გარიგებით, გრიპენ EF მოდელები არიან. უფრო ახალი თვითმფრინავები, უფრო ძლიერი თვითმფრინავები B. იდეალური თვითმფრინავებია იმისთვის, რომ რუსეთს გადაეცეს მესიჯი, რომ უკრაინა არა მხოლოდ აპირებს შვედეთის ძლიერი გამანადგურებლების ძალა გამოიყენოს რუსეთის წინააღმდეგ უახლოეს მომავალში, არამედ ასევე უზრუნველყოფს, რომ მას ძლიერი ფლოტი ექნება მზად, თუ პუტინს ან მის გარემოცვას მომავალში კიდევ ერთხელ მოუვათ სულელური იდეა უკრაინაში შეჭრის შესახებ. ეს გარიგება შესაძლებელი გახდება ევროკავშირის მნიშვნელოვანი სესხის წყალობით, რომელიც დამტკიცდა აპრილში უნგრეთში ჩატარებული არჩევნების შემდეგ, რომლებმაც საბოლოოდ ხელისუფლებიდან გადააკენეს რუსეთის მოკავშირე ვიშირე ვიქტორ ორბანი. ორბანის წასვლის შემდეგ უნგრეთმა მოხსნა ვეტო, რომელიც ხელს უშლიდა დაახლოებით 106 მილიარდი დოლარის უკრაინაში გადინებას. როდესაც სლოვაკეთმა დაინახა რა ხდებოდა, მანაც მოხსნა ვეტო, რითაც საბოლოოდ მოიხსნა ბარიერი, რომელიც აფერხებდა უკრაინისთვის ასე საჭირო ფინანსური დახმარების მიღებას. ამ თანხიდან თითქმის 3 მილიარდი დოლარი გრიპენის გამანადგურებელ თვითმფრინავებზე დაიხარჯება. ეს თვითმფრინავები, ისევე როგორც 16 ძველი მოდელი, რომელსაც უკრაინა მიიღებს, რამდენიმე მიმართულებით შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს უკრაინისთვის. ერთ-ერთი ასეთი მიმართულებაა გრძელი ხელი და ამაზე მალე ვისაუბრებთ. მაგრამ ის, რაც პუტინს ყველაზე მეტად დააფრთხობს, არის ის, რომ გრიპენების უკრაინაში გამოჩენა ნიშნავს, რომ ის საჰაერო ძალები, რომლებიც მისი აზრით შეჭრის დაწყებისას რუსეთისთვის საფრთხეს არ წარმოადგენდა, ეხლა უფრო თანამედროვე და ბევრად უფრო საშიში ხდება. შვედეთის მიერ 2027 წელს უკრაინისთვის გაგზავნილი 16 გრიპენი და კიდევ ის 20-იც, რომლის შეძენასაც უკრაინა გეგმეგმავს, შეუერთდება დასავლური წარმოების საბრძოლო ავიაციის მზარდ ფლოტს, რომელიც უკრაინის ომში საჰაერო ბრძოლას ცვლის. ამჟამად უკრაინას დაახლოებით 40 ერთეული F-16 ყავს, რომლებიც მას ევროპელმა დასავლელმა პარტნიორებმა აჩუქეს. ეს 40 თვითმფრინავი დაახლოებით ნახევარია იმ რაოდენობისა, რაც უკრაინას დაპირებული აქვს, რადგან ბელგიისა და ნორვეგიის F-16-ები ჯერ კიდევ გადაცემას ელოდება. ბელგია ელოდება F-35-ების ჩამოსვლას, რომლებიც შეერთებული შტატებიდან შეიძინა, ხოლო ნორვეგია დაკავებულია სარემონტო სამუშაოებით, რომლებიც მოსალოდნელზე მეტ დროს მოითხოვს. როგორც კი ეს დაბრძოლებები მოიხსნება, უკრაინის საჰაერო ძალები კიდევ უფრო გაძლიერდება.
გარდა ამისა, უკრაინას ყავს მინიმუმ 5 მირაჟი 2005 F ტიპის თვითმფრინავი, რომლებიც მის ცაში მოქმედებენ. შემოსული გრიპენები ამ საბრძოლო ძალას კიდევ უფრო ზრდიან. საკმაოდ კარგი შედეგია ქვეყნისთვის, რომელსაც 2022 წლის თებერვალში პუტინის ძალების შეჭრისას მხოლოდ რამდენიმე მოძველებული საბჭოთა თვითმფრინავი ჰყავდა. მიუხედავად იმისა, რამდენად მნიშვნელოვანია ეს სხვა დასალური მოდელები, მათი მთავარი ნაკლი ის არის, რომ ისინი შესაძლოა არ არიან ისეთივე კარგად მორგებული ინ ტიპის ომზე, რომელსაც უკრაინა რუსეთთან აწარმოებს. იგივე ვერი თქმის გრიპენზე. ეს გამანადგურებელი თვითმფრინავი იდეალური დამატებაა უკრაინის საჰაერო ძალებისთვის მრავალი მიზეზის გამო, დაწყებული მისიშორი მოქმედების შესაძლებლობით. ეს კონკრეტული უპირატესობა ყველაფერს ცვლის უკრაინაში, მაგრამ სანამ ავხსნით რატო, შეგახსენებთ, რომ თქვენ უყურებთ სამხედრო შოუს. თუ ჩვენი არხი თქვენთვის საინტერესოა, და გავიწყდეთ გამოწერა, რომ არ გამოტოვოთ ჩვენი ვიდეოები. საკმარისად დიდხანს დაგვიტოვებია ინტრიგა. დროა გავამხილოთ რა არის ეს გრძელი ხელი. და ამისთვის მხოლოდ ერთი სიტყვა გვჭირდება. მეტეორი. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მოადგილის პავლო პალისას თქმით, შვედეთისგან მიღებული გრიპენები ყველა აღჭურვილი იქნება გრძელდისტანციური მეტეორის საჰაერო რაკეტით. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ გრიპენები მეტეორის რაკეტებით ჩვენი შეტევის გრძელი ხელი იქნება, რაც საშუალებას მოგცემს ფრონტიდან რუსული გლაიდ ბომბების მატარებელი თვითმფრინავები მოვიშოროთ. ეს ჩვენი ავიაციისა და ქვეითების დაცვის ფასდაუდებელი გაზლიერება, განაცხადა პალისამ ტელეგრამზე. მიანიშნა თუ რატომ იქნება ეს გრძელი ხელი ასეთი კრიტიკული უკრაინის გეგმებისთვის, რათა გაუმკლავდეს რუსეთიდან მომდინარე საჰაერო საფრთხეს. საუბარი მხოლოდ იმ შეტევით შესაძლებლობებზე არ არის, რაც შვედურ თვითმფრინავებს აქვთ. მეტეორით უკრაინას აქვს იარაღი, რომელიც რუსულ გლაიდ ბომბებს გზაში შეაჩერებს. არა თვითონ ბომბების განადგურებით, არამედ ისეთი სასიკვდილო მოქმედებით, რომ რუსეთი ვერა შეძლებს მათი გაშვებას. მეტეორი იდეალური რაკეტა ამ კონკრეტული ამოცანისთვის, როგორც ამას ევრომაიდან პრესი აღნიშნავს. მეტეორი დიდი ხანია ითვლება ერთ-ერთ ყველაზე თანამედროვე საჰაერო რაკეტად მსოფლიოში. განსაკუთრებით იმიტომ, რომ მას შეუძლია ათეულობით კილომეტრის გავლა და მიზნების განადგურება ფრონტის ხაზის მიღმა. MBDA, რომელიც ამ რაკეტას აწარმოებს, ძირითად მახასიათებლებს გთავაზობს. მისი წონა 190 კილოგრამია. ეს არ არის ის რაკეტა, რომელსაც უკრაინა გამაგრებული პოზიციების გასანადგურებლად გამოიყენებს. მას აქვს საკმარისი დამანგრეველი ძალა, მაგრამ ის სამიზნეზე 100 კილოგრამიან მუხტს არ მიიტანს. მეტეორის მთავარი უპირატესობა უზარმაზარი სიზუსტეა, რომელიც საკმარის ძალასთანაა შეცმული, რათა ძალიან კონკრეტული ტიპის სამიზნეები გაანადგუროს. ის შეიძლება განთავსდეს რამდენიმე ტიპის გამანადგურებელ თვითმფრინავზე, მათ შორის F-35-ზე ფრანგულ რაფალზე და Eurofighter Typhoon-ზე, რაც გრიპენსაც ემატება როგორც თავსებადი პლატფორმა. მეტეორ არის ვიზუალური დიაპაზონის მიღმა მოქმედი რაკეტა, რაც უკრაინის სტრატეგიისთვის მნიშვნელოვანია. სხვა საჰაერო ვარიანტების შემთხვევაში უკრაინის გრიპენს მოუწევდა მიახლოებოდა რუსულ საჰაერო თავდაცვას ან თვითმფრინავებს როლის მანძილზე, სანამ შეძლებდა თავისი საბრძოლო მასალის გამოყენებას. მეტეორის შემთხვევაში ასე არ არის. გრიპენს შეუძლია ეს რაკეტა გაუშვას და რუსეთი ვერც კი მიხვდება რა ხდება, სანამ რაკეტა მის სამიზნეს არ მიუახლოვდება. როდესაც მეტეორ თავის სამიზნეს მიაღწევს, ის ამოქმედებს დახვეწილ მაღალფეთქებად ნამსხვრევიან საბრძოლო ქობინს, რომელიც სპეციალურად შექმნილია მტრის თვითმფრინავების გასანეიტრალებლად. ეს პატარა მინიშნებაა იმაზე, თუ როგორ გამოიყენებს უკრაინა თავის გრძელ ხელს რუსეთის პლანირებად, ბომბებთან გასამკლავებლად. RF სიახლოვის და შეჯახების ფიუზების კომბინაცია საშუალებას აძლევს მეტეორს სხვადასხვა გზით დაადგას სამიზნეებს, ხოლო ფრაგმენტული საბრძოლო თავკაცი უზრუნველყოფს ზიანის მიყენებას ფართო სამიზნე ზონაში, რაც ზრდის წარმატების შანსებს. მეტეორისგან უბრალოდ ვერავინ გაექცევა და სიტუაციას კიდევ უფრო ანძიმებს რუსეთისთვის ის ფაქტი, რომ რაკეტას შეუძლია გადაადგილდეს Mach-4-ზე მეტი სიჩქარით. სამიზნე შეიძლება გაიქცეს ან სცადოს დამალვა, მაგრამ ასეთი მაღალი სიჩქარე ნიშნავს, რომ მეტეორს ვერ გაექცევა. ფრენისას რაკეტას შეიძლება მიეწოდოს კურსის კორექტირება მონაცემთა ბმულის საშუალებით, ხოლო საშუალო მონაკვეთში მიზანზე მისასვლელად იყენებს ინერციულ ნავიგაციას. როდესაც Meteor ფრენის ტერმინალურ ფაზაში შედის, ის გადადის აქტიური რადარის მაძიებლის გამოყენებაზე ავტონომიური მართვისთვის. სხვა სიტყვებით, რაკეტა მიზანს აფიქსირებს დრებს და ანადგურებს. და მაქსიმუმ 200 კილომეტრის სიშორითა და 60 კილომეტრიანი გაქცევის შეუძლებელი ზონით, Meteor თითქმის ყოველთვის ანადგურებს თავის სამიზნეს. ამიტომ Meteor რუსეთისთვის პრობლემაა როგორც მისი სიმძლავრის, ასევე იმის გამო თუ როგორ აპირებს უკრაინა მის გამოყენებას. მაგრამ ამ პრობლემის უკან კიდევ უფრო დიდი საკითხით დგას. საქმე მხოლოდ იმაში არ არის, რომ Meteoris რაკეტებს შეუძლიათ უკრაინას დაეხმარონ პლანირებადი ბომბების სრულად განეიტრალებაში და ძალიან მალე გაიგებთ როგორ. გრიპენის გამანადგურებლები, რომლებიც ამ რაკეტებს ისრიან, ასევე იდეალურია უკრაინისთვის. შესაძლოა უფრო მეტადაც კი, ვიდრე ნებისმიერი სხვა დასალური თვითმფრინავი, რომელიც ქვეყანამ მიიღო. რატო? ის იაფია, სწრაფია და უზრუნველყოფს იმგვარ რეაგირებას განვითარებად საფრთხეებზე, რასაც უკრაინა წლებია ითხოვს. გრიპენს განსაკუთრებულს ის ხდის, რომ ის აერთიანებს მრავალფუნქციურობას დიზაინთან, რომელიც იდეალურად შეესაბამება რუსეთის საჰაერო სტრატეგიასთან ამკლავებას. ეს უკანასკნელი ფაქტორი არ უნდა იყოს სიურპრიზი, რადგან თვითმფრინავი სწორედ რუსეთის საბჭოთა ეპოქის ავიაგამანადგურებლების გამოწვევებთან გასამკლავებლად შეიქმნა. მაგრამ იგივე შეიძლება ითქვას სხვა დასავლურ გამანადგურებლებზეც.
გრიპენ გამოირჩევა უკრაინის არსენალში არსებული ყველა სხვა თვითმფრინავისგან, რადგან მას არ ჭირდება ისეთი დიდი და მომზადებული ასაფრენი ბილიკები, როგორიც F-16-ისა და მირაჟს ჭირდება. გრიპენს შეუძლია აფრენა ბევრად მოკლე ასაფრენი ბილიკებიდან. იმდენად, რომ საჭიროების შემთხვევაში ის საკმარისად მრავალმხრივია, რომ ცაში ავიდეს გზატკეცილის მოკლე მონაკვეთიდანაც კი. ეს რამდენიმე მიზეზის გამო მნიშვნელოვანია. პირველ რიგში ეს ნიშნავს, რომ გრიპენს შეუძლია უკრაინის არსენალში არსებული სხვა თვითმფრინავებზე უფრო სწრაფად უპასუხოს მოახლოებულ საფრთხეს. დრო იზოგება იმის გამო, რომ ნაკლები ასაფრენი ოპერაცია საჭირო. ამიტომ გრიპენს შეუძლია უკვე ჰაერში იყოს და ჩამოაგდოს შემმავალი დრონები, მაშინ როცა F-16 ჯერ კიდევ მიწაზეა და ელოდება დადასტურებას, რომ აფრენა უსაფრთხოა. მეორეც, დაფიქრდით, როგორია ყველაზე სავარაუდო გზა, რომლითაც რუსეთი გრიპენს გაანადგურებს. ეს არ არის მისი ჩამოგდება ცაში. მეტეორი და მისი მხედველობის მიღმა მოქმედების შესაძლებლობები ამას უზრუნველყოფს. რუსეთის საუკეთესო შანსი არის დაარტყას იმ აეროდრომებს, სადაც უკრაინა ინახავს თავის გრიპენებს. რეაქტიული თვითმფრინავები უმეტესად დაცული იქნება გამაგრებულ ანგარებში, მაგრამ მოკლე პერიოდი ანგარიდან გამოსვლასა და აფრენას შორის ყოველთვის პრობლემურია. რაც უფრო მოკლეა ეს პერიოდი, მით ნაკლები შანსია, რომ რუსულმა რაკეტამ დაარტყას უკრაინის ახალ შვედურ თვითმფრინავს, მაშინ როცა ის მიწაზეა. ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ გრიპენის გამანადგურებელი თვითმფრინავის ჩამოსვლით უკრაინა თითქმის მკისიერად შეძლებს რუსეთის საერთაერო საფრთხეებზე რეაგირებას. და კიდევ უკეთესია. წარმოუდგენლად სწრაფი ხელახალი მზადყოფნის დრო გრიპენის კიდევ ერთი მთავარი მახასიათებელია. უკრაინელი პილოტის ვადიმ ვოროშლიოვის თქმით, რომელმაც ერთხელ თქვა, რომ გრიპენი ერთადერთი გამანადგურებელია, რომლის მართვაზეც თავის სულს გაკიდდა თავისი ქვეყნისთვის, საწვავით შევსება და ხელახლა შეიარაღება იდეალურ პირობებში სულ რაღაც 10 წუთშია შესაძლებელი. როდესაც საქმე გვაქვს დრონების შეტევასთან, ეს ნიშნავს, რომ გრიპენი შეიძლება გაფრინდეს მისიის შესასრულებლად, გზაში გაანადგუროს დრონები, დაეშვას, შეივსოს საწვავით და შეიარაღებით და შემდეგ ისევ აფრინდეს მეორე მისიისთვის, რათა გაანადგუროს დრონების კიდევ ერთი ტალღა. შეიძლება იფიქროთ, რომ ეს ყველაფერი ნიშნავს თითქოს გრიპენი უფრო ძვირია ექსპლუატაციაში, ვიდრე შედარებით შეზღუდული თვითმფრინავი, როგორიცაა F-16. მაგრამ ესეც ასე არ არის. ფრენის საათის ღირებულების შედარებისას Defense Express-მა აჩვენა, რომ გრიპენი ერთ-ერთი ყველაზე იაფი თანამედროვე გამანადგურებელია ექსპლუატაციაში. გრიპენ CD ტიპის თვითმფრინავები, რომლებიც 2027 წელს უკრაინაში შევა, ფრენის საათში $20,600 ის, როგორც აღნიშნავს გამოცემა. მაშინაც კი როცა უფრო ახალი გრიპენ EF ტიპის თვითმფრინავები, რომლებიც 2030 წელს დაიწყებს უკრაინაში ჩამოსვლას, ფრენის საათში მხოლოდ $22,100 ღირს. რაც შეეხება F-16-ებს კონკრეტულად, კი F-16 EV-ს ამ თვითმფრინავის ფრენა საათში $26,600 ჯდება. თუ გავითვალისწინებთ ტექნიკურ მომსახურებას, ეკიპაჟის საწვავისა და ლოგისტიკის ხაგის ხარჯებს. რა თქმა უნდა, F-ს შეხედვით ეს დიდი განსხვავება არ არის, მაგრამ 100 საათის საბრძოლო გაფრენებზე $5,000 ეკონომია თითოეულ საათზე. საბოლოოდ 100,000 და ბოლოს მილიონობით დოლარში ადგენს ძალიან მოკლე დროში. უკრაინისთვის, რომელიც ცდილობს რაც შეიძლება მეტი თანხა დაზოგოს და ამავე დროს მაქსიმალურად ეფექტური იყოს ჰაერში, ასეთი ეკონომია ნამდვილად დასაფასებელი. ზელენსკიმ ყველაფერი შეაჯამა 2025 წლის ოქტომბერში, როდესაც გავსელდა ინფორმაცია, რომ უკრაინა ცდილობდა გრიპენის გამანადგურებელი თვითმფრინავების შეძენას. გრიპენის ტექნიკური მომსახურება ყველაზე იაფია, რადგან ყველაზე მცირე რაოდენობის პერსონალია საჭირო. ჩვენი კვალიფიციური და გამოცდილი პილოტებისთვის ეს არ არის წელიწადნახევრიანი მომზადება, როგორც F-16-ებთან, არამედ 6 თვე. ასევე ყველა ტექნიკური შესაძლებლობა, რომელიც აფრენასა და დაშვებას უკავშირდება, უპირატესობას წარმოადგენს. მათ შეუძლიათ გზებზე აფრენა და დაშვება, განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. არ არის გასაკვირი, რომ ვოროშლიოვმა თქვა, გრიპენის კაბინაში ჩაჯდომისთვის სულსაც კი გავყიდიო. ეხლა ის ყურებამდე გაღიმებული იქნება, რადგან იცის, რომ ეს შეიძლება მოხდეს ყოველგვარი ფაუსტური შეთანხმების გარეშე. რაც ვოროშლიოს და ზელენსკის კიდევ უფრო გაახარებს, არის ის, რომ გრიპენთან ერთად მოსული შორი მოქმედების შესაძლებლობა იმ საფრთხის მოგვარებასაც შეძლებს, რომელიც უკრაინას პრობლემებს უქმნიდა. ჩვენ ადრე ვახსენეთ პლანირებადი ბომბები. რუსეთის საჰაერო სტრატეგია ომის დიდი ნაწილის განმავლობაში იყო ის, რომ თავისი გამანადგურებელი თვითმფრინავები, ძირითადად Su-34-ები, ჰაერში აიყვანა და საბჭოთა ეპოქის ბომბები სპეციალურად შექმნილი ფრთების კომპლექტებით საშუალო მანძილის საბრძოლო მასალებად ექცია. უპირატესობები აშკარაა. Su-34-ებს არ სჭირდებათ უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემებთან მიახლოება ამ ბომბების გასაშვებად. ისინი უბრალოდ ადიან ჰაერში, ისვიან და შემდეგ ეშვებიან. და მიუხედავად იმისა, რომ ისინი მსოფლიოში ყველაზე ზუსტი იარაღები არ არის, გლაიდ ბომბები ხშირად ასეულობით და ზოგჯერ 1000-ობით კილოგრამ დამანგრეველ ძალას შეიცავს. როდესაც ისინი უკრაინის ქალაქებზე ისვრიან, სიზუსტე ისეთივე მნიშვნელოვანი არ არის, როგორც მათი უზარმაზარი დამანგრეველი ძალა. რუსეთი თანდათან ზრდის პლანირებადი ბომბების რაოდენობას, რომელსაც უკრაინის მიმართულებით უშვებს და როგორც წესი, ყოველ თვეში რამდენიმე 1000 ისვრის. 2026 წლის მარტი პუტინის სტრატეგიისთვის გამორჩეული თვე იყო. რუსეთმა იმ თვეში უკრაინის მიმართულებით 7987 პლანირებადი ბომბი გაუშვა, რაც დღეში საშუალოდ თითქმის 258-ს შეადგენს და ეს 1500-ით მეტია იმ დამანგრეველ იარაღზე, რომელიც რუსეთმა წინა რეკორდულ თვეში გასულ თებერვალში გამოიდენა. უკრაინამ პლანირებადი ბომბების პრობლემასთან დაკავშირებით რაღაც უნდა გააკეთოს. გრძელი მკლავი უკრაინას ხანგრძლივი პრობლემის გადაჭრის საშუალებას აძლევს.
Gripen მეტეორის კომბინაცია ნიშნავს, რომ უკრაინას შეუძლია გამოიყენოს იარაღი, რომელიც შექმნილია SU-24-ებისა და მსგავსი თვითმფრინავების გასანადგურებლად ფრონტის ხაზის უკან ათეულობით კილომეტრზე. ეს ნიშნავს, რომ რუსები საზღვრების ცვლილების რისკის წინაშე დგანან. მეტეორის გამოჩენამდე რუს პილოტს შეეძლო ცაში აფრენილიყო თავისი გლაიდ ბომბის სამიზნიდან 100 კილომეტრამდე დაშორებით და თავი საკმაოდ უსაფრთხოდ ეგრძნო. ეხლა ესეთი ტიპის საბრძოლო გაფრენებს ახალი სახის რისკი ახლავს. ყოველი Su-24, რომელიც აფრინდება უკრაინის მეტეორ რაკეტების მოქმედების არეალში, იმყოფება ჩამოგდების რისკის ქვეშ, როგორც მანამდე, ისე მას შემდეგ, რაც თავის დამანგრეულ ტვირთს გაუშვებს. პუტინის საჰაერო სტრატეგიის მთელი გათვლა შეიცვალა და უკრაინა სწორედ ამ ფაქტზე ამყარებს იმედს. გრიპენებითა და მეტეორებით უკრაინა იმედოვნებს, რომ რუსეთის ავიაგამანადგურებლებს იმდენად უკან დაახევინებს, რომ მათი გლაიდ ბომბები უსარგებლო გახდება. ეს უკრაინისთვის ძალიან დიდი მიღწევა იქნებოდა. რუსეთის არსენალიდან მასიური იარაღი ამოიღება, რაც თავის მხრივ ნიშნავს, რომ უკრაინა შეძლებს მიწაზე თავის თავდაცვა ისე დააკოორდინიროს, რომ აღარ მოუწევს მასიური ბომბების იერიშებზე ნერვიულობა, რაც მის გეგმებს არ ღვევს. როგორც ფაბიან ჰოფმანი, რომელიც ნორვეგიის თავდაცვის კვლევების ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი ამბობს, Gripen CD მეტეორით პრინციპში უგრემში უკრაინისთვის რეალურად ხელმისაწვდომი საუკეთესო შესაძლებლობაა, რომ რუსული გლაიდ ბომბები გაანეიტრალოს მანამდე, სანამ მათ გაუშვებენ. თუ გრიპენებს უკრაინის ელექტრონულ ომთან ერთად გამოვიყენებთ, რომელიც უკვე კარგად უნკლავდება რუსეთის გლაიდ ბომბების საფრთხეს, პუტინს სერიოზული პრობლემა ექნება. უკრაინის საშუალო დისტანციის სტრატეგია, რომელმაც საშუალო რადიუსის ახალი თაობის დრონების გამოყენება რუსეთზე დაიწყო, უკვე ქაოსს იწვევს პუტინის ძალებისთვის. რუსეთის საგაზაფხულო შეტევა, რომელიც 2026 წლის გამსაზღველი უნდა ყოფილიყო, ნაწილობრივ სწორედ იმიტომ ჩერდე და იბადა იგერიება, რომ უკრაინა ამ დრონებს იყენებს რუსული სარდლობის პუნქტებისა და ლოგისტიკის გასანადგურებლად ფრონტის ხაზის უკან. დაამატეთ გრიპენები და მეტეორები ამ ყველაფერს და რუსეთს კიდევ უფრო გაუჭირდება ზიანი მიაყენოს უკრაინის თავდაცვას. ეს უკრაინისთვის ორ რამეს ნიშნავს. რუსეთის შეტევები შეჩერებულია და ჩნდება მეტი კონტრშეტევის შესაძლებლობა. უკრაინამ უკვე გაათავისუფლა თავისი ტერიტორიის 590 კვადრატული კილომეტრი 2026 წელს, როგორც ვოლოდიმირ ზელენსკი მაისის ბოლოს განაცხადა. კიდევ ბევრად მეტი იქნება, თუ რუსეთი ვერ შეძლებს უკრაინის ძალების შეკავებას თავისი თითქოს და უსასრულო გლაიდ ბომბებით. და ეს არ ნიშნავს, რომ გრიპენი მხოლოდ რუსეთის გლაიდ ბომბების წინააღმდეგ ბრძოლას შეძლებს. როგორც კიევ ინდეპენდენტი აღნიშნავს, ამ გამანადგურებელ თვითმფრინავს შეუძლია სხვადასხვა ტიპის რაკეტებით აღჭურვა, მათ შორის AIM S-20 ამრამებით, AIM-9 საიდვინდერებით და IRIS-T იარაღით. ასე რომ უკრაინას აქვს არჩევანი. ერთმა საბრძოლო გაფრენამ შეიძლება გრიპენი დრონებთან ან გამაგრებულ სამიზნეებთან ბრძოლაში გამოიყენოს. შემდეგ გაფრენაზე ის შეიძლება მეტეორ რაკეტებს ესროდეს იმ თვითმფრინავებს, რომლებზეც პუტინი თავის გლაიდ ბომბების სტრატეგიაში ეროთნობა. ჩვენ გითხარით, რომ გრიპენების უკრაინაში ჩამოსვლა შეიძლება ომის დამასრულებელი იყოს. ეს მრავალმხრივობა და ის თუ როგორ ერგება გრიპენი უკრაინის საშუალო მანძილის სტრატეგიას, სწორედ ამის მიზეზია. ყველაფერი იმაზეა, რომ რუსეთს შეუმცირდეს შეტევითი შესაძლებლობები. რაც უფრო სუსტდება რუსეთის შეტევები, მით უკეთეს შედეგებს აღწევს უკრაინის თავდაცვა და მით მეტი შესაძლებლობა ჩნდება ტერიტორიის დასაბრუნებელი კონტრშეტევებისთვის. ეხლა უკრაინას მხოლოდ ის დარჩენია, რომ გააგრძელოს ის კარგი საქმე, რაც 2026 წლის უმეტეს ნაწილში გააკეთა, სანამ შვედეთიდან გრიპენის პირველი გამანადგურებელი თვითმფრინავების მიღებას დაელოდება. როცა ეს თვითმფრინავები ჩამოვა, თამაში შეიცვლება. რუსეთი ამისთვის მზად არ არის, თუმცა მალატოკ მაჭკაში მყოფ უკრაინელ ჯარისკაცებს გრიპენებისა და მეტეორ რაკეტების დახმარება არც სჭირდებოდათ. ისინი სრულიად საკმარისად ძლიერები არიან, რომ რუსული შეტევა დამოუკიდებლად გაანადგურონ. 4 წელზე მეტი ხნის განმავლობაში პატარა სოფელ მალატოკ მაჭკას თავდაცვა რუსულ შეტევას უმკლავდებოდა და მათ უკან დამწვარი ჯავშან ტექნიკის დრონებისა და ჯარისკაცების კვალი რჩებოდა. რუსეთისთვის ყველაზე სამარცხვინო ბრძოლის ველის ჩიხი გამოაშკარავდა და სრულ ისტორიას ჩვენს ვიდეოში გაიგეთ. თუ ეს ვიდეო მოგეწონათ, არ დაგავიწყლეთ გამოიწეროთ სამხედრო შოუ, რომ ნახოთ ჩვენი სხვა მასალები უკრაინის ომის უახლესი მოვლენების შესახებ და როგორც ყოველთვის, მადლობა ყურებისთვის.